მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. განვაგრძობთ გადაცებათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. დიდი სპორტი ყოველთვის იყო პოლიტიკაო. ბრძანა წლების წინ ერთ-ერთ თავის საუკეთესო ინტერვიუში ლეგენდარულმა კობა წაქაძემ. ჩვენ ყველანი სრულიად საქართველო, ამის მოწმენი გავხდით 26 მარტს. ხვალ სხვა საქართველო გაიღვიძებს, ითქვა იმ საოცარ ღამით. რაც ჯერ კიდევ ამ დიდებულ გამარჯვებამდე იწინასწარმეტყველა აჩი არველაძემ. მერე ეს ფრაზა სხვებმაც აიტაცეს. 26 მარტიდან 18 ივნისამდე სრულიად საქართველო დიდ მოლოდინში იყო. ჩვენმა ნაკრებმა მოლოდინს გადააჭარბა. ქართულ სპორტსმენთა ამ ტრიუმფის პოლიტიკურ ასპექტებზე, ზოგადად პოლიტიკურ ჟურნალისტიკასა და მის გამოკვეთილ წარმომადგენელზე, ლიტერატურული საქართველოს კოლორიტულ, არაორდინალურ რედაქტორზე, ნაადრევად სადამაღლებულ თამაზ წივწივაძეზე, მისი წერის, პოლემიკური ოსტატობის განსხვავებულ მანერაზე, რაც უმთავრესია, საკუთარ უმდიდრეს რედაქტორულ თუ პუბლიცისტურ გამოცდილებასა და სხვა არაერთ აქტუალურ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, არაერთი დარგობრივი აკადემიის აკადემიკოს, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს და უბრალოდ ფანტასტიკურ პიროვნებას, ლამის სრულიად საქართველოს მოძღვარს, გულითად მეგობარს, მოამაგესა და მუდამ სამშობლოს სიკეთეზე მლოცველ ბატონ რეზო ბალანჩივაძეს. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ბატონო რეზო. დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში მონაწილეობისა და ძალიან საინტერესო პრობლემური საუბრის პერსპექტივისთვის. მოგესალმებით ქალბატონო დიანა, მადლობა წვევისათვის და მაგრამ სანამ მე გააქცევდეთ პასუხს აი კითხვებზე, რომელიც ჩამოაყალიბეთ და ახსენეთ ბატონი თამაზ და სხვები, მანამდე მინდა შევეხოთ თქვენს გადაცემებს. ესე იგი და ჩემი მოგზაურებული კომპლიმენტი მოგახსენოთ. უნდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ჩემდამი ბევრი კომპლიმენტი იყო, მაგრამ რაც ფაქტიურად დაიხსნება მარტივად ჩვენი ურთიერთდიდი სიყვარულის გამო. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივსვებ, ძალიან გვიყვარს და რაც შეეხება თქვენს გადაცემებს, უნდა გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად საინტერესო, ინტელექტუალური და შემეცნებითი, ბევრ ცოდნას რომ აძლევს ადამიანს. ეხლა ისეთი დროა, რომ თუ რაღაცა არ შეგძინა ამ 2 საათიანო თუ 1 საათიანო თუ 9 საათიანო გადაცემამ, წვრილად დაკარგული დროა და ასეთი შოუები ჩვენთან რამდენი ისგრებავთ, იმდენია, რისთვისაც კაცმა რო თქვას, რომ არ უნდა დაკარგოს ჭკვიანმა კაცმა. მაგრამ ამ ინტელექტუალურ საზოგადოებასაც ხო ჭირდება თავისი საზრდო და საკვები. აი ეგ გეხართ თქვენ და ძალიან საინტერესო გადაცემები გაქვთ. საინტერესო იმიტომ, რომ მოგყავთ ძალიან კარგი რესპონდენტები, ჭკვიანები, საქმის მცოდნეები და თქვენ მოწოდების სიმაღლეზე გეხართ ყოველთვის. მე მინდა გადაცემებზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ თქვენ ბევრი საინტერესო თემა წამოჭერით. მანამდე უნდა გითხრათ აუცილებლად, რომ იყო ქალბატონი მანანა თქვენამდე, ეს ულამაზესი და უჭვიანესი ქალბატონი, მაგრამ ის სხვადასხვა თემებზე მიყავდა მას და თქვენ უკვე ჟურნალისტიკის ერთი კუთხე აიღეთ და ძალიან საინტერესო მსჯელობები გაქვთ. სხვადასხვა ისიც უნდა ვთქვა, არ ვიცი ხა საჭიროა თუ არა, რომ სხვა არხების გაჩნდა, სადაც ასევე შემეცნებითი გადაცემები აქვს. მაგალითად, ომანაძის გადაცემები მომწონს, სადაც ქალბატონი ბაია ამაშუკველი და თამარ კიკნაძე ორი ესენი დამახსოვრდა, ერთი ვიცნობოთ და მეორე ძალიან ჭკვიანური გადაცემები
ჰქონდა ასევე სასარგებლო. იაგო ხვიჩიას გადაცემები მომწონს ასევე. ესე რომ თქვენ აი ამ რიგში დგეხარ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ამისთვის დიდი მადლობა პირადად თქვენ. უნდა გითხრათ, რომ მე ვიცნობ თქვენს შემოქმედება ძალიან კარგად. მე ვიცი თქვენი დაწერილი წიგნები, სამეცნიერო, თეორიული, ჟურნალისტიკის თეორიაში მეაცრებულება მეორე ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორც თქვენ ხართ გამორჩეული. თქვენ დისერტაციაზეც გამოსულა, სადოქტორო დისერტაციაზე და სხვათა შორის ტაშიც დავიმსახურებია აუდიტორიისაგან თუ გახსოვთ. ესე იგი, ყველაფერი ვიცი თქვენი ნაწერები, მაგრამ თუ აქაც ელექტრონულ მედიაშიც ასეთი კარგი გამოდგებოდით, ცოტა დაჯერება როგორა შემეძლო, მაგრამ გამეხარდა ძალიან, რომ აქაც და ავაზე პასუხი გენიალურ გალაქტიკას აქვს. ნიჭი ზამიკო, ნიჭი, აი ეს ნიჭი გაკეთებინებს ასეთ ღვთიურ და კარგ საქმეს და მე მინდა მოგილოცოთ, რომ ასეთი კარგი გადაცემები გაქვთ. უღმესი მადლობა ბატონო რეზო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მივიღე ავანსად და თქვენი დიდი სიყვარულის, ჩვენი დიდი მეგობრობის შედეგად. შეცხვებოდა ასეთი ქებადიდების და ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნება. თქვენ უთუოდ გახსოვთ ლეგენდარული ბორის პაიჭაძე მოედანზე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე. ჩამოთვლა ძალზე უმადური საქმეა, მით უფრო, როცა ერთი მეორეზე უკეთესი ლეგენდარული ფეხბურთელების ეპოქა იყო იმჟამად. რა თქმა უნდა დათო ყიფიანი და მისი თაობის არაერთი სახელოვანი მოთამაშეც, რომლებიც ჩვენს გვიხილავს მოედანზე და მათი ტრიუმფის მოწმენიც გახლავართ. მერე იყო იმედგაცრუების წლებიც, როცა ზოგი ძველი გულშემატკივარი იმასაც კი ამბობდა, რომ ფეხბურთი ეტყობა არ არის ქართველების საქმეო. თქვენი კომენტარი. ჩემი კომენტარი. ეხლა თქვენ დაასახელეთ აქ ცნობილი ფეხბურთელები და დაიწყეთ რასაკვირველია ბორის პაიჭაძე. მე ეხლა ფეხბურთი კარგად არ ვიცი, მაგრამ ბორის პაიჭაძე არა მარტო ქართული ფეხბურთისთვის იყო ლეგენდარული ფეხბურთელი, არამედ მთელი საბჭოთა კავშირისთვის. საბჭოთა კავშირში ფეხბურთი მე მგონია მან შექმნა, აი როგორც ფილოსოფიას აყავს თალესი, დამწყები და არისტოტელე ფსიქოლოგიას პერიფსიქოს დაწერა და ამით დაიწყო ფსიქოლოგია. აი ესე ფუძემდებელი არის ბორის პაიჭაძე და სხვათა შორის ის ილეთები, რომელიცაც ის ხმარობდა იქ, არის აღებული ქართული ცეკვებიდან. მე ცოტა ქვემოთ გეტყვით, რომ ქართული ფეხბურთი არის ცეკვის რაღაც თავისებური ინტერპრეტაცია. ქართული ცეკვა ყველგან ჩანს, ესე ქართველი სხვანაირად ვერ ცხოვრობს. ქსენოფონტი ამბობდა ჯერ კიდე, რომ ქართველსო ცეკვის გარეშე არ შეუძლია, უცნაური ხალხი არიანო, სადაც მიდიან ცეკვით აგზელებებისას და ყველას უნდა აჩვენონ თავიანთი მაგარი ხელოვნება და აი მე მიმაჩნია, რომ აი ფეხბურთშიც ეს დიდი ტრადიციები გაგრძელდა. ესე იგი, ის არტისტიზმი, რითაც წელს ახალი თაობის ნაკრებმა მოხიბლა სამყარო, მაყურებელი, მიუხედავად წაგებისა, მოდის თურმე ჩვენი არტისტული ბუნებიდან, არა იმ ცეკვის ელემენტების თუ ჩვენეული როკვით განფენილი ან ხიბლის შედეგიც იყო, როგორც ჩანს, არა ბატონო რეზო? მე ახლა გავიაზრე ეს ყველაფერი თქვენი პასუხიდან გამომდინარე. ვინც ეს ბრძანა როკვით განფენილი, მან თქვა, რომ სხვა ვერ იცეკვებს ვერავინ ასე, იმიტომ რომ რასა არ ეყოფაო ორი სუთი. რასა არ ეყოფა. აი ქართველებს სწორედ ეს რასა აი ამ ბიყმაწვილებმა
გაუხსნეს ხელახლა იყო ხალხი ძალიან მინელებული თუ ეროვნული ცნობიერება დაკარგული არ იცით ძალიან კარგად თქვენ ქალბატონო დიანა როგორ უჭირს ჩვენ ხალხს და ამ დროს რაღაც მატერიებზე მაღალ მატერიებზე ფიქრი ძალიან ძნელია და აი სწორედ ამ 16-ში რომ დაიწყო ფეხბურთი აი იმან გააჩინა ასე გააღვიძა ხალხი გააღვიძა ილია როიზა ამობდა ღმერთო ჩემო სუძილი ძილი როზღა გვეღირსოს ჩვენ გაგვიძება აი ეს გაგვიძება დაემართა კაი მნიშვნელობით ქართველ ხალხს ესე იგი ეროვნული სიამაყის ნობა გვეგონა რომ აღარ იყო ჩვენში საერთოდ იყო დაკარგული მაგრამ არ ყოფილა თურმე ასე სადღაც იყო მინავლებული იმას ნაცარ გადაყრილი და როცა ეს ახალგაზრდები გამოვიდნენ მათ აჩვენეს რომ ყველაფერი ნაშთი ძველი დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა ესაცვის შარაონი და ასე შემდეგ ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ესე იქ თქვენ ბრძანეთ საუბარში რომ აჩი არველაძე ახსენეთ ხო აჩი არველაძე ძალიან საინტერესო რამ თქვა ხვალ სხვა საქართველოში გავიგვიძებთო ახლა ეს პირობითი დათქვამია საქართველოს არ წასულა არ წამოსულა მაგრამ ხალხი გახდა სხვანაირი ხალხი გახდა ძალიან ამაყი ეროვნული სიამაყის ეროვნული ღირსების ნობა გაუჩნდა და ყველას ერთმანეთი გვიყვარდა საერთოდ ისეთი პირობითია თქო იდეოლოგიურად რომ იმ ღამეს მე მგონი არც არავის არ ძინებია საერთოდ არ ძინებია იმიტომ იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ეხლა ჩვენი ფეხბურთის ის ფინდა მოგიყვეთ ეხლა კი ბრძანეთ თქვენ ბორის ბაიჭაძე და მეც მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და დავით ყიფიანი მესხი სლავა მეტრეველი ესენი ყოველთვის ყავდა ვარსკვლავები მაგრამ ქართული ფეხბურთის ფენომენი არის აბსოლუტურად განსხვავებული სხვათა შორის ძალიან ვიკვირს რომ ეს მეცნიერულად სწორედ არ არის შესწავლილი რა მინდა რომ გითხრათ ესე იგი ფეხბურთი ჩვეულებრივ გულისხმობს ორ მეტოქე მხარეს ისინი ებრძვიან ერთმანეთს ქართველი არ ებძვის არავის ეს აუცარი ფენომენია არ ებძვის ქართველი თამაშობს ლამაზ მიმზიდველ და არტისტულ ფეხბურთს არ ებძვის ის მისთვის სტუმარია აი ჩვენი სტუმართმოყვარეობა ქართული აი ძვალ ბირშიროა გამჯდარი შეიძლება წიგნი არ ქონდეს წაკითხული შეიძლება განათლებული არ იყოს მაგრამ დღეს სტუმარია ის ჩემი თუნ ზღვა ემართოს სისხლისა ეს ყველა ქართველში ზის ყველა ქართველში ზის ესე იგი მეტი რა გინდათ ძმის სისხლი აპატია ხო ჯოყოლა მართალია ჯოყოლა ქართველი არაა მაგრამ ქართული არ მოიფიქ მოიაზრება ავტორია ქართველი ხო მოიაზრება ესე იგი ქართველი იმას სტუმართა და სტუმრად ღებულობს და ამიტომ არ უხეშობს ცუდად არ ეკცევა როცა თუ ვინცობისა ფეხბურთია ხო თუ ფეხბურთია და დაეცევა ვიღაცა წააქცეს მიდის პირველი და ქართველი ეხმარება წამოაყენებს იპოლიტე ხვიჩიას ფეხბურთი გამახსენდა ბანორეზო იპოლიტე ფეხბურთი რომ არის იპოლიტე თავაროლში აი თუ მეტოქე წაიქცა მიდი წამოაყენე და საქართველოში დაპატიჟე ქართული სული აი თითქოს პატარა ეპიზოდია უმნიშვნელო და როგორ ჩანს ფენომენი ქართული ეროვნული ღვთიური
მადლი არის ჩვენში ჩადებული. კი ბატონო. საერთოდ პლასტიკა თქვენ ძალით არტისტული ბუნება. პლასტიკა თვითგამოხატვა პლასტიკისა არის ქართველისთვის დამახასიათებელი. ამიტომ ყველგან ცეკვავს, სადაც წარწდება ცეკვავს, მაგრამ ვიმეორებ, ესე იგი ის ისე უბრუნდები. მან მტერი არ არის ის მისი, მტერი არ არის და რომ მტერსაც სხვანაირი მოპყრობა უნდა, ამაზე ცოტა ქვემოთაც გეტყვით. ესე იგი, მტერი თავარი რა არის ქართულში, ფეხბურთში და ცხოვრებაში. ზნეობა დგას ყველაზე მაღლა. ზნეობა. აი თქვენ რომ ბრძანეთ, რომ ხალხი არის გაოცებული, წააგეს, მაგრამ ჩვენი გულები მოიგეს ქართველებმა. რითი მოიგეს? აი გულშემატკივრობით, სტუმართმოყვარეობით, რომ მიდის და წამოაყენებს, მოიკითხავს პირველი თვითონ და ეხმარება ემაში. ესე იგი, ეს რაღაცა საოცარი მართლა ფენომენია და მხოლოდ ქართულს ახასიათებს. ამიტომ უკვის უცხოელს, იმიტომ ვისაც ბევრი არ უცხოურია ჩვენთან, თქვათ არ ყოფილა წლების განმავლობაში, მათ ეს ფენომენი არ იციან. ასე რომ წელს ყველაფერი მაინც 26 მარტით დაიწყო. არა ბატონო რეზო, გამარჯვების იმედი და ეროვნული ზეიმი, როცა მართლაც სხვა საქართველო ვიხილეთ, უფრო ზუსტად, როგორც თქვენ ბრძანეთ, სხვა საქართველო კი არა, ნამდვილი საქართველო, რომლის ბადალი სხვაგან არსად არის, სხვა საქართველო სად არის. აი ეს საქართველო ვიხილეთ და ეს მატჩი 26 მარტის უცხოურმა პრესამ საოცრად შეაფასა, როგორც თრილერი. ინგლისური მედია წერდა, მხოლოდ კვარადონად წოდებული ქართველი ვარსკვლავის დასაბლოკად 3 ყვითელი ბარათი დასჭირდათ ბერძნებს და ამანაც ვერ უშველათო. როგორი თავშეკავება და ტაქტი, მიზანსწრაფვა, მამაკაცური სიმწიფე და სიდინჯე გამოიჩინეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა, რომ უხეშობას უხეშობით არ უპასუხეს. ვფიქრობ, გამარჯვებაზე არანაკლებ ძვირფასია სწორედ ეს ტრადიციულად რაინდული ქცევა ჩვენი ფეხბურთელებისა მოედანზე. დიახ, ესე ერთა იგივეს ვამბობ, ჩვენ ძალიან კარგია, რომ ვთანხმდებით და ყველა ქართველი ამაში თანხმდება, რომ ეს აი რაინდობა, ქართველი რაინდია თავის ბუნებით და აქედან მოდის ვისი ტოლერანტობა, ჰუმანიზმი, მეტი რა გინდა, ესე იგი გაიხსენეთ ლექსი ვეფხვისა და მოყვისა. დედა რომ ამბობს, კაცო, შეერთი მოყმე იქ არ წერია, რომ კიდე ყავდა შვილები. თქვა შეიძლება ერთადერთი მოუკლა ვეფხმა, ხო? წავიდეს სამძიმარ უთხრაო. იქნება ვეფხვის დედაი, ჩემზე მწარე და ტირისა. წავიდეს სამძიმარ უთხრაო. ეხლა ასეთი რამ სადმე გაგიგონია, წაგიკითხავთ ქართველის საქართველოს გარდა. აი ესეთი ხალხი ვიყავით ჩვენ და ვართ. აი ამ ბიჭებმა აჩვენეს, რომ დღესაც ავართ და ამიტომ ეს წარუსული რაღაც საბეჭდილება მოხდინეს და შეცვალეს ერის ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, სიყვარული. ერთმანეთისადმი ისევ გავიხსენით, ისევ ლაღი გავხდით. მე მახსოვს თბილისში, მე ქუთაისში დავიბადე. თბილისში ვერ ჩამოვედი, რუსთაველზე გავლას არაფერი არ ჯობდა. ეს აგელოზები ბიჭები კოცრიდნენ ერთმანეთს, შეხვდებოდნენ. სხვათა შორის უცხოელები, ძირითადად რუსები კი კითხულობდნენ, მაგას გამიგონია რა, კი მაგრამ რას კოცნობენ ეს ბიჭები? კოცნობენ ვაჟკაცები იყვნენ, მაგრამ იმდენად თბილი იყო მათი ურთიერთობა, რომ ერთმანეთის ნახვა უხაროდა და რუსთაველზე გავლა ყველა გვიხაროდა, იმიტომ რომ სხვა ცხოვრება იყო, სხვანაირი ხალხი არსებობდა. ამ არეულმა შეშლილმა სამყარომ ყველა გადარია საერთოდ და ჩვენს გადავგვედო, მაგრამ ღმერთმა არ ქნასო იმა დავემსგავსოთ. ისინი ჩვენ ნატრობენ, რომ ნეტავი ჩვენ ვიყოთ ისეთები და ჩვენ რატო უნდა ვიყოთ ცუდები, ხო? ესე იგი ძალიან
დიდი სითბო და სიყვარული შემოიტანეს ამ ახალგაზრდა ბიჭებმა და ამისთვის დიდი მადლობა მათ და დიდი მადლობა თქვენ რომ ეს ამბები გამახსენეთო და გამახარეთ. ჯერ კიდევ ეს ახალია შთაბეჭდილება, ამიტომ აი ევრო 2024 ფეხბურთის სამშობლოში ინგლისში ასე შეაფასეს ჩვენი ნაკრების პირველი თამაში. მატჩი თურქებმა მოიგეს, ქართველებმა კი ჩვენი გულებიო. თავშეკავებული დინჯი ინგლისელები რომ ქათინაურებს იოლად არ არიგებენ ცნობილია. თქვენი კომენტარი. კომენტარი. ფაქტიურად თურქებთან მატჩთან დაკავშირებით. ფაქტიურად მე წაგებული მატჩი. კი ვთქვი რაღაცები, მაგრამ აი ეს სწორია უცხოელისთვის გაუგებარია. მე ვთქვი რომ იებრძვიან ისინი ერთმანეთს. მტრები არის, მეტოქეები არიან. ქართველი აი მე მაგალითს მოგიტან საოცარს ახლა რომელიც გეუბნება რომ ქართველი ერთთან რომ ბრძოლობს მართლა იქაც კი ზნეობას აყენებს და ფეხბურთი რა არის. ფეხბურთში სწორედ პირველ რიგში ზნეობა დგას და მერე მოგება. რასაკვირველია, ყველას უნდა მოგება, ყველა ფეხბურთეს და ყველა ერთს, რომ თავის ხალხმა მოიგოს. მაგრამ ზნეობაზე მაღლა არაფერი არ დგას ქართველი კაცისთვის. არაფერი არ დგას ზნეობაზე მაღლა. ეხლა თუ არ გამიგრძელდება ერთ მაგალითს გავიხსენებ. თორნიკე ერისთავი. თქვენ ძალიან კარგად იცით ესა და ბატონმა გიორგიმაც იცის რასაკვირველია. მაგრამ მე ვამბობ ახალგაზრდა თაობებისთვის, სხვათა შორის, როცა მე ლექციებს ვკითხულობდი, ყველას უკითხავდი აი ამ ნაწილს თორნიკე ერისთავიდან და ისიც უნდა ვთქვა, რომ ის სათანადოდ ჯერ კიდე არ არის ლიტერატურის კრიტიკაში შეფასებული. იმდენად მნიშვნელოვანია და აი ახლა მოგახსენებთ რა არის. ესე იგი თორნიკე ერისთავი აღარ ყვებით საიდან დაიწყო და მხედართმთავარი და დავით კუროპალატი ესენი ყველაფერი ვიცით, მაგრამ დავიწყებ იქედან, როცა მას შესთავაზეს, რომ შენ უნდა გაუძღვე ქართველ ჯარს და უნდა დაეხმარო ბერძნებს. იქეთ ხარეს არიან ირანელები და სომხები და ბარდა სკლეროსი. ესე იგი წავიდა, ხო ნუ იყო კათალიკოს პატრიარქთან შეხვედრა, კათალიკოსთან მაშინ პატრიარქთან შეხვედრა და როგორც იქნა დაითანხმეს და წავიდა. რო ჩავიდა ჯერ ეს ნახეთ პირველი რაც გააკეთეს ქართველებმა, ვინ აკეთებს ამას მითხარით ერთი რომ ჩვენ მე დამხმარეთ რომ ჩავიდა, პირველი ჩვენ უნდა შევიდეთ ბრძოლაშიო. პირველები შედიოდნენ დამხმარეს, სხვაგან რომ მიდიოდნენ სხვა ქვეყანაში, პირველი ქართველი უნდა შესულიყო. ყველაზე თავი დარტყმა მას უნდა მიეღო. დარტყმა რა გალახვა ხო არ არის? მოკლა ხო? აი ამაზე მიდიოდნენ და ესე იგი აი თორნიკე ერისთავი თქვა რომ ჩვენ უნდა შევიდეთ. შერწყათ ბერძნებს, კაცო ჩვენთვის იბრძვი, ჩვენ გვეხმარები და შენ როგორ უნდა შეხვიდე? არ უნდა შევიდე. ესე იგი ახლა რაღაცას ეძებს რომ მოატყოს ეს ირანელები და არ გინდა ჩვენი დახმარება. მაშინ წავედითო ჩვენ სახლშიო და ვითომ წავიდა, შემოიარა და სადღაც მაღლა დადგა და იქედან უყურებს. გაიხარეს ირანელებმა და სომხებმა. თქვენს კაცო ამათ კი ვერევით ჩვენ ისედაც ბერძნებს. ამათ მორევას რა უნდა? და აბარე ქართველები რა გიწავიდნენ? გაგვიხარია, ხო? და დასხდნენ, მოილხინეს, იქეიფეს კარგად, დათვრნენ და გაიშალეს და დაიძინეს.
თორნიკებს შემოუარა და მაღლა მთაზე დადგა და იქედან უყურებს კალეშვილი თვრალი ისინი ირანელები ეს არიან ნუ ძინავთ და ვიღაცამ უთხრა იქნებაო ივეპაროთ ეხლაო და დავსხიბავთ ყველას თავებს და მოკლავთ ამათ რა უნდა ამათ მორევას რა უნდა და თორნიკერის მოუთხა არაო სადღაც მიწერია კიდევაც და თუ მივაგენით თორე ისედაც ზეპირად მახსოვს და გეტყვით ესე იგი მაგის ეფიტომი აი თუმც შეგვიძლია თორინგიამოს თავზე დავესხათ ახლა ეს ჩვენთვის სულ ადვილია მაგრამ რადგანაც არ მოელიან ეს ღალას გავს და სირცხვილია ხალხო გამაგებინეთ ომში კაცი ამბობს ღალატს გავს და სირცხვილიო სირცხვილი ხო რატო იმიტომ უზნეობაა და ამ უზნეობას არ კადრობს ქართველი მხედართმთავარი არ კადრობს აი ასეთი საოცარი და ახლა რა გასაკვირია რომ ფეხბურთში წააგოს თქვათ და ზნეობას არ უღალატოს კომუნიკატივისტიკაში ასეთ რამეს ვასწავლეთ სტუდენტებს კომუნიკაციური ქმედება ანუ ეთიკური ქმედება, ზნეობრივი ქმედება და მაშინ ბევრი ლაპარაკობდა პაიჭაძის კომუნიკაციურ ქმედებაზე, მაგრამ ღია კარში არ იკადრა გოლის გატანა, ანუ თავისუფალ კარში, უმეკარეოდ დარჩენილ კარში არ გაიტანა გოლი. ხო, არ იკადრა. კი, ამიტომ ამბობ რომ არ ვიცი ამას რა ქვია, ფეხბურთოლოგია ქვია, თუ რა ქვია. დეონტოლოგია ალბათ რა გითხრათ. ხო, ესე იგი ეს ქართული ზნეობა. ქართული ხო, ქართული ფენომენი არის შესასწავლი. საერთოდ ახლა ფეხბურთში კი არა, ყველა სპორტში ესეა. ხო, სპორტის ზოგადი ფსიქოლოგია არსებობს, ნორაკიძე სვიყავდა სხვა და შემდეგი კითხვა ისევ ფეხბურთს მინდა დაუბრუნდეთ ბოლო კითხვა ფეხბურთთან დაკავშირებით თორემ ალბათ გავიგრძელდება აი ამჯერად ჩვენი ტელეოპერატორი ისე კი ცნობილი კინოდოკუმენტალისტი მწერალი ესეისტი ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძე 20 ივნისს საკუთარ Facebook გვერდზე ასეთი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს ეს სიტყვები გერმანელმა მეგობარმა მომწერა თქვენ ყავთ შესანიშნავი გუნდი შეიძლებოდა მატჩი სხვაგვარად დასრულებაც. ასეთ გუნდს სიამოვნებით გულშემატკივრო. შემდეგ თამაშზე ცოტა იღბალით წამოიყოლეთ გთხოვთ. ეს გერმანელი მეგობრის შეფასება. გამიგე. აღარას ვამბობ ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული და სხვა მედია საშუალებების დადებით შეფასებებზე. თვით გარდიანი წერდა. ვილისანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც მათ 500,000-ზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს გმირებათო. ასეც მოხდა, მაგრამ საქართველოში ზოგიერთი რბილად რო ვთქვათ, სკეპტიკურად უყურებს ერის დიდ სიხარულს. ხურვალე გულშემატკივრობასა თუ გრანდიოზულ დახვედრაში რომ გამოიხატა. როგორ ვფიქრობ, ბანურეზო, რატო გახადეს ესეც საკამათოდ და არ ვიცი, მე პირადად მკრეხელობა მგონია, რომ სამაჩაბლოში დამარცხებული ომი რო გვაზეიმა ავად სახსენებელმა იმასაც კი შეადარეს ეს დახვედრა. აი ამას როგორ ახსნით? იცით რა? მე მაქვს ერთი სტატია. გაზეთში ვერონ ლიტერატურაში დაიბეჭდა, უმადურობა ქვია. უმადურობა. ესე იგი, ყველა საშინელი რა არის უმადურობა. ადლიერების ნომა რატო დაკარგო კაცო კაცო გააკეთებს უნდა გიხაროდეს და ბედნიერი უნდა იყო და რას როგორ შეიძლება ამის რომ აი თუ ბევრი ნამეტანი მოუწეს და ისე დაყდნენ და აბა რა უნდა ქნა კაცო რა უნდა ქნა ერი გამოგაფხიზლა თავი ღირსების ნობა დაგიბრუნა, სიამაყის ნობა დაგიბრუნა, ქართველი ამაყი უნდა იყოს თავის ბუნებით, ხო?
და ამაზე იმის თქვა რომ რატო შეხვდნენ ასე კარგად არ შეიძლება არც შეიძლება რომ ჩვენ არა ვართ ფეხბურთის ხალხი სწორედ რომ ფეხბურთის ხალხი ვარ და ცეკვის ხალხი ვარ ფაქტები ჯიუტია გახსოვთ იქ ასეთი ეს ბიჭი რა კარგად ცეკვას ფეხის წვერებზე დგება აი ფეხის წვერებზე დადიან ჩვენი ფეხბურთელები აი ასეთი ლამაზი ფეხბურთი ლამაზი და ფეხბურთზე თორემ ალბათ მაყურებელი ახარ გვაპატიებს აი მალამოდამედო იმ ყველა იმ სკეპტიციზმის მერე ბანოროზო ჩვენი უმცროსი კოლეგის მეგობრის ამჟამად ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელის გიორგი მამაცაშვილის სიტყვები რომელიც მან დაწერა აი ყველაფერი იმ სკეპტიციზმის პასუხად გმადლობთ ბიჭებო მადლობა თქვენ რომ პაიჭაძისა და იამანიძის მესხისა და ყიფიანის გუცაევისა და დარასელიას შენგელიასა და ძოძუაშვილის მაჩაიძისა და გაბელიას ქვეყანაში კვარას მამარდას ჩაკოეს ბუდუს ქოჩორას ჟორჟის და მთელი ნაკრების სახით ფეხბურთი გააცოცხლეთ გააღვიძეთ დააბრუნეთ და შემდეგ კითხვას მამაცაშვილსაც შეეხება მე მახსოვს მისი გიორგის გადაცემა თქვენთან საინტერესო ხო უსვინე მე ისე როგორც ყველა უსვენ გადაცემებს თქვენი ხათრი და სიყვარული და მე თვითონ გადაცემები არის ძალიან საინტერესო როგორც გითხარით და მას ჩამოთვლილი ახლა ქართველ ფეხბურთელების ჩამოთვლა რომ დაიწყო როდის დაამთავრა ვერ დაამთავრა ვარსკვლავები ყოველთვის ყავდა ჩვენი ყოველთვის ყავდა აი თქვენ ჩამოთვლილი გაქვთ იქა სლავა მეტრეველი მიხეილ მესხი ჩემოთონ დათო ყიფიანი და ეს ბიჭები ძოძუაშვილი რომელსაც არაჩვეულებრივი გადაცემა მიყავს ჩვენივე ტელევიზიით ვისა ძოძუაშვილს ხო თვითონ არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და ახლა უკვე არაჩვეულებრივი საავტორო გადაცემის ავტორი კი ბატონო და ამიტომ ესე იგი ეს უნდა დააფასო როცა რაღაცა კაი კეთდება შექვეყანაში და შენი ქვეყნის სასარგებლოა ამაზე დიდი ღირებულება არაფერი არა გაქვს შენ სხვადასხვა რა მაგის პასუხია და რა მოსატანია მაგრამ ამდენი პარტიები როა ახლა გამახსენდა შემთხვევით ამდენი პარტიები რაც უნდა ბიჭო ამდენი პარტია საქართველოა ერთი და შენც უნდა იყო იმ ერთის გამოღმერთებელი კერპად უნდა ყავდეს ხო და არ შეიძლება ამას სხვა რაღაცა იმას სხვა რაღაცა უნდა ეს რა გამოდის თქვენ თან რო არის ჭეშმარიტება სიგეთითო ჭეშმარიტება ერთია ორჯერ ორი არის 4 გათავდა იმას არაფერი არც 5 გახდება არასოდეს და არც 8 ხო აი ასეთი მაგრამ ახლა ყველა არ ჭრის მივდივართ ლოგიკურად ჩვენი საერთო მეგობრის თანამოაზრე და თანამოდარდე თამას წიწივაძესთან ეხლა რა შეეხება თქვენ იცით ქალბატონო დიანა ჩემი დამოკიდებულება ბატონ თამასთან ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი უნიჭიერესი უწესიერესი უპატიოსნესი და უშიში ვითარცა უხორცო არ ეშინოდა არავის ეხლა ისეთ რაღაცები აქვს მე ბევრი შემიძლია რა საათობით შემიძლია მასზე ლაპარაკი ხო იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ახლო ვიყავით ერთმანეთთან და უნდა მასე უამრავი დამიწერია მასაც დაუწერია ჩემზე აი ახლა ბოლო წიგნი რო გამოვიდა იქ ჩემ ორი გლერდი არის ჩემ დამი მოძღვნილი იქ სხვა ასე არაყავს პერსონალიები ასე თქვათ და ყველაფერი აქვს ლანცხვავი როგორ მე დავასახელე პირველი ხელისუფლებას მიმართე
ჩვენ ხელისუფლებას უცხარი რომ აი ბიჭო აგერ ყავს ღვთი კურთხეული განსწავლული მახსოვს ეს წელი თქვენი კი და გამოიყენეთ ამათი ცოდნა ჯერ ამით დავიწყე რომ მიუგდეთ ყური არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდე კაცო ყველაფერი არ არსებობს არისტოტელი რო გააცოცხლო ახლა მაინც არ ეცოდინება ყველაფერი და მან თუ იცოდა იმიტომ რომ ცოტა იყო ცოდნა და ცოტა იყო წიგნის დაწერილი ბოლოს ხო და ეხლა ყველაფერი როგორ შეიძლება იცოდე ამიტომ უნდა დაუგდო ყური სხვას მოусმინო და შენინება რა თუ არ მოგეწონება ნუ არ გამოიყენებ და ეგ იქნება ხო მაგრამ არ მოსმენა აი მე ჩვენ განათლების საკითხებზეც არის მან შეკითხო და იმაზე გეტყვით განათლებაზე ხო არა მე ვისაუბრებ ბაზე მაგრამ აი თქვენ არაერთხელ გითქვამდა დაგიწერიათ ამის შესახებ რომ მან ბატონმა თამას წივწივაძემ ახალი მიმართულება შექმნა პუბლიცისტიკაში კი ბატონო აი ამ მიმართულების თაობაზე თუ შეიძლება კი ბატონო გეტყვით ესე იგი სწორედ ბატონი თამაზი ამოს ეს გამექცა სიტყვა ბატონი თამაზი ამ წიგნში ამოსო რეზო ბალანჩივაძემ პირველადო შეაფასა ჩემი შემოქმედება როგორც სიბრძე იუმორისა ეხლა მე საიდან ავიღე სიბრძე სიცრუისა სულხან-საბა ხო და სიცრუეში იგავში არაკში ზღაპარში არის უამრავი სიბრძე თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ორთავეს თქვენ ორივეს გაგიხილავთ როგორც განათლებულ განსწავლულ ადამიანებს და ამიტომ ერთნაირად მოგварთავთ ესე იგი იქ თუ არის სიბრძე ამის იუმორში იუმორია თითქოს არა ვიღაცა გაიცილება ბიჭო ჩახედე შიგ რამდენი სიბრძნეა და მე დავარქვე მას სიბრძნე იუმორისა ბატონ თამას მოეწონა ეს ძალიან და თხილავა არის იყო ქუთაისელი გარდაიცვალა პროფესორი იმის წერილში პირდაპირ ნახევ რეზო ივანიცისო ჩვენ თანაკურსელები ვიყავი და რას წერს ჩემზეო და კმაყოფილია ერთ სიტყვით ამ შეგორო სიბრძნე იუმორისა ეხლა მე რომ ნახე რომ ეს თავრობა არაფერს არ ითვალისწინებს ეს სააკაშვილის პერიოდია არ ითვალისწინებს მე გადავედი პირდაპირ რომ აი ბატონო თამასკო როგორც ხედავ მე თქო არავინ არაფერს არ გიგდებს არ მიგდებს ამ შემთხვევაში ვიყურს და იქნება თქვენ ასწავლოთ ამათ წაუძვეთ ერთი პერიოდი აი ამ კუთხით წავედი რომ ის პრეზიდენტობას ნატობით მისას მახსოვს დამრიგებელი მათი ჩქვის დამრიგებლათო დამაყენა მეო რეზოლუციაზე კარგი მე იმაზეც წავედი რომ იქნება პრეზიდენტობა ჩემი წინადადება იყო ესე სხვათა შორის ორივე იუმორიც და ეს უწერია მას ეხლა მე რომ ვიძრაბახო ცოტა უხერხული გამოვა მაგრამ ეგერ არის არა მეც კარგად მახსოვს პუბლიკაციები კითხვაც აქედან მოდის ჩემი პრეზიდენტობა და უნდა გითხრათ რომ ამას მოყვა არანორმალური გამოხმაურება როგორც კი ვახსენე მე თამას წივწივაზე პრეზიდენტი უნდა გახდეს თქო წამოვიდა მაგრამ რა წამოვიდა თვითონ მითხრა თამასმა ერთხელ რომ რეზო ამიფეთქდა ტელეფონი რა ვიქენი ბიჭო აფეთქდა ტელეფონი ხო და რომ ის უბედური შემთხვევა არა და მისი გარდაცვალება არა აუცილებლად გახდებოდა პრეზიდენტი და აუცილებლად იქნებოდა საქართველოს დღეს ბედნიერი ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ მას ყველა ის თვისება ჰქონდა რაც უნდა ჰქონდეს ქვეყნის მოყვარულ ადამიანს ვისაც სამშობლო უყვარს და მზად არის თავი შეწიროს თავის
ქვეყანას და ხალხს. ანურეზო, მინდა შეგახსენოთ, რომ ერთადერთი სკეპტიკოსი მაგ წინადადებასთან დაკავშირებით იყო ქალბატონი დიანა ტყებუჩავა. გახსოვთ რა გითხარით? რას ერჩით ამ კარგკაცს მეთქი? რას ერჩით? პრეზიდენტობას რო უპირებთ. სხვათა შორის ეს არ გამახსენდა. ძალიან ბევრი იყო, მაგალითად ზაურ კალანდია, რომელიც მაგაძიცა. ზაურ კალანდიამ თქვა დაანებე ბიჭო თავიო. ესე იგი, კაცი არის თავის ადგილას, ხო? ყოველ პარასკევს პირველი წერილი მაგისი იყო. ეხლა პარასკევამდე ბევრი დრო არ არის, რომ ყოველ ნომერში ლაპარაკი არ არის, რომ თქვა 3 ნომერი, 4 ნომერი, 3 ნომერის იქეთ მეც კი ვეშთავდი. ანახან საავტორო სვეტი ქონდა რედაქტორის სვეტი. ყველა ნომერში ედიტორიალი დღევანდელი ტერმინოლოგია. მაგრამ ანურეზო, შემდეგი კითხვა. და უმთავრესი თქვენი რედაქტორობის წლები, ახალგაზრდა კომუნისტის რედაქტორი ბრძანდებოდით, გამორჩეული ცხადია და რამდენადაც მე ვიცი, მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი, თანაც ცნობილი ღვაწლმოსილი ფილოსოფოსი რედაქტორი, თუ უნიკალური არა, უიშვიათესი შემთხვევა მაინც არის. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? კარგი გეტყვით. ესე იგი მე მოხდა ისე რომ ერთ-ერთ პლენუმზე შევარდნაძეს ძალიან მოეწონა ჩემი გამოსვლა და იმ დღეს ელაპარაკა ოღონდ შემთხვევით დაემთხვეს შევარდნაძეს. ხო და შევარდნაძემ იმ დღეს ბევრი ლაპარაკა ჩემზე დადებითი და ამან უთხრა აი ეს მინდაო და კი ბატონო, კარგიაო. და აღმოჩნდი იმეილში, ეს ჩემი შეცდომა იყო, რასაკვირველია. პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, ფილოსოფიის ინსტიტუტიდან არ უნდა გადასულიყარ. არ იყო ეს ადგილი, სადაც მე უნდა მისულიყარ. და უკვე ვეძებდი, ოღონდ აქედან გავსულიყავი და დამიძახა სოსო ორჟონიკიძე. სოსო ორჟონიკიძე იყო ჩემი სტუდენტი. და სტუდენტი იყო, ჯერ კითხვები დაიწყო, ზედმეტი რაღაცა კითხვები. მერე რჩებოდით, საუბრობდით. მერე გამომყვა გპ-დან, პოლიტექნიკურიდან კეკელიძემდე. მერე ამომყვა ჩემთან. მერე ბორჯომში ვიყავი მასთან. ერთი სიტყვით დავმეგობრდით ძალიან და აქცევდა მას ჩემი ლექტორობა. კაი ლექტორი ვიყავი. დღესაც ახსოვს სხვათა შორის, ჩვენ საერთო ნაცნობები გვყავს, იცით? უნდა დავიტრება ხო კაი ლექტორი ვიყავი. ძალიან უყვარხართ იმ კურსს, ვიცი და დანარჩენები. რატო იცით? აი ესეთ რაღაცებს უყევი, აი თორნიკელის და ამებს უყევოდი და ევრონეში. ბავშვებო, ესენი ხართ თქვენ ქართველები. ხო და მითხრა რომ ეზო ხوار წამოხვიდოდიო ჩემთანო და მე ქუთაისელი ვარ. ეს მწერლები, არტისტები, ხელოვანი ხალხი ძალიან მიყვარდა ყოველთვის. ხო და კითხო მეთქარ წამოვართ ხო და აი ესე სოსო ორჟონიკიძის თხოვნით მოვიდი, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი იქა. კარგიც და ცუდიც ახლა ზოგადად. მაგალითად ერთმა არ დაუბეჭდე რაღაცა და ვითხარ რომ თქვენო ბატონო მე რაღაც არ დავიმეჩნევთ. სკეიპში მევუნება. არ იყო დასაბეჭდი. მე ვთხარი რა ვქნა ახლა მე ვთხარი იცით რა თქო? სახელის ვიცი, გვარიც ვიცი, მაგრამ არ არის საჭირო. რა მე თქო იაპონიაში ვიყავი თქო. იაპონიაში ვიყავი და ჩამოვიტანე ჩანაწერები. დავწერე კიდევაც. მინდოდა დამებეჭდა თქო. რო წავიკითხე არ მომეწონა. ჩემი დაწერილი და არ დავბეჭდე და თქვენ რატომ უნდა მომწონებოდა? არ მომეწონა და არ დავბეჭდე. მორჩაგათალ ძეცეგი. ხო, აი ესეთიც იყო. და ერთ-ერთმა მითხრა,
აუ არ მეგონა ბატონო რეზო თქვენო ამ იმ ლაპარაკის შემდეგო მე ჩემზე თუ კარგ რამეს დაწერდითო ეთერი რატო კაცო ამ ხელა მითოლოგიური ლექსიკონი ბარო ვიტყვი აკაკი გელოვანი ჩემს იყო ამ ხელა პატარა შენ ამ ხელა დაწერე შეიძლება ზოგი სწავლია ზოგი ტყუილია მაგრამ ხო იმუშავე ხო გააკეთე და დაგიწერე დადებითი რეცენზია რასაკვირველია თქო და გაუკვირდა ძალიან რომ ესე იგი მე ახლა არ ვარ იმის დამახსოვრებელი კაცი არიქა ვიღაცა ბატონო რეზო ახალგაზრდა კომუნისტ ერთ-ერთ ყველაზე დაუმორჩილებელ გამოცემად მოიხსენიებდნენ კითხველებიცა და ჟურნალისტებიც თქვენ ეროვნული მოძრაობის დიდი აღმავლობის დროს გახდით მისი რედაქტორი მაგრამ მაინც კომუნისტური რეჟიმი იყო ჯერ კიდევ ცხადია დათბობის პერიოდი მაგრამ მაინც კომუნისტური რეჟიმის პერიოდი უცოდ გიწევდათ აშკარა თუ ფარული ბრძოლა რეჟიმთან მის თავგამოდებულ დამცველებთან არა ესაგები ეხლა რაც შეეხება ჩემს დისიდენტობას მე დისიდენტი არ ვიყავი მაგრამ რასაკვირველია ყველახკომელი მეტნაკლებად დისიდენტი იყო მიასებათ ყველა მეტნაკლებად დისიდენტი ვიყავით და მე გეტყვით ეხლა როგორ ესე იგი ფილოსოფიის ინსტიტუტის ის ქონა გამოყოლილი ცოდნა გამოცდილება რას აკეთებდნენ ისინი ხო იყო იდეოლოგიის ინსტიტუტი მაგრამ იმდენად ნიჭიერი ხელმძღვანელები ყავდა გულისხმობს სავლე წერეთელს და ნიკო ჭავჭავაძეს რომ ესენი როგორღაც ახერხებდნენ ისე რომ იდეოლოგია კი არა პირიქით იდეალისტური ფილოსოფია შემოქონდათ ნელ-ნელა მაგალითად როგორ ჰაიდეგერი თავგადაკრული იდეალისტია ხო და ეგზისტენციალისტი და ძალიან ცნობილი დიდი ფიგურაა და დიდი ფილოსოფოსია ჩვენთან რობინმე წერდა ჰაიდეგერზე წიგნს რას აკეთებდა 100 გვერდიდან 100 გვერდი იყო ჰაიდეგერი რას ამბობს ყველაფერი პატიოსნად მოყოლილი 2 გვერდი იყო კრიტიკა აი ასე ვაპარებდით ხოლმე და ეს გამოცდილება ინსტიტუტიდან წამოვიღე ესე იგი კი რაღაცას გავუკეთებდი რეკლამას კი რა პლაკატი რა ვიცი რაღაცა ესეთი კომუნისტური არა იქეთ გვერდით უბედურ რაღაცას დავწერდი და მადლობა ღმერთს არასოდეს უყვარდა მთავრობას კითხვა ახლა მე მგონი საერთოდ არ გითხულობენ და აი ამ ის გამო გადიოდა ახლა პირდაპირ არ მივდიოდი და არ მეგონა აქვე ტექსტი გვაქვს ტექსტი იგავარაკული აგერხერო და დაგიწერიათ ამაზე მე მექნება კიდე ლაბორატორი ბანურეზო თქვენს ძირითად პროფესიაშიც მრავალხრივი მოღვაწე ბრძანდებით ეხა ფილოსოფია თავისთავად არის ყველა მეცნიერების დედა თუ მამა ხო მაგრამ ფილოსოფიის მასშტაბებს დიდად გაცდა თქვენი მეცნიერული ინტერესები პედაგოგიკის ფილოსოფიური საფუძვლები იქეთ ანთროპოლოგიური პედაგოგიკა კრიტიკული აზროვნება იმდენად საინტერესო პრაქტიკულად თუ თეორიულად მნიშვნელოვანი გამოკვლევებია რომ ინტერდისციპლინური კვლევა ძიებისადმი დიდ ინტერესს რომ აღუძრავს მასშტაბურად მოაზროვნენ მკითხველს თქვენი აღზრდილების იმედის მომცემი მკვლევრების შესახებ ხომ არაფერს გვეტყვით მე რას ვეკითხებით აი ინტერდისციპლინური კვლევების ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანებით ასე ვთქვა ზედმე თავდავლობას დავანებოთ თავი და იქ კრიტიკული აზროვნება რო ბრძანეთ ხენ იქ იმას 2 ავტორი ყავს სულ მეშინო და მაგით არ დაგეწყოთ 2 ავტორი ყავს გენასარო ჩემთან ერთი დიანა ტრებუჩავა და მეორე რეზო ბალანჩივაძე ესე და მე ვამაყოფ იმით რომ ჩვენ თანაავტორები ვართ სხვათა შორის ქალბატონო დიანა იქნება არ მიგიქცევიათ ყურადღება ესე იგი
როდის დაიწყო კრიტიკულ აზროვნებაზე? აუ კრიტიკულ აზროვნებაზე მე ისეთ რაღაცები მოსაყოლი რომ აი სიცილე სერიოზული გიორგიც კი გაიცინებს ავსტრიულად. ასე სერიოზულსაო. მაგრამ ცოტა ქვემოთ. ესე იგი კრიტიკული აზროვნება როდის შემოვიდა? არაფერი წიგნი არ არსებობდა მაშინ და რამდენი წელი გავიდა კრიტიკული აზროვნება რო არსებობს. მაგრამ დღემდე ჩემმა სტუდენტები ყოფილი სტუდენტები ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემმა გაზრდილმა გოგობიჭებმა დაწერეს ახლა ჩვენს მერე კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნებაზე წიგნი არ იყო. არ იყო და დანარჩენი რაც იყო, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენეთ. მაშინ ჩემი მოწაფეების შესახებ იყო კითხვა და მე უნდა გითხრათ, რომ ჩემი მოწაფე პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ირაკლი კალანდია. ეს იყო მე პირველ მეორე და მესამე კურსებს ვასწავლიდი და ეს სადღაც მეოთხე კურსზე იყო, როგორც ჩანს, იყო ესეთი მეცნიერული ტექნიკური რევოლუცია და მისი მამლე სოციალური შედეგები ცალკე ემათ რო ისწავლებოდა ასე თქვა დისციპლინათ ალბათ. დისციპლინა. ხო. კარგი და აი აქ მეოთხე კურსზე ირაკლი კალანდია. ირაკლიმ დაიწყო შეკითხვები, ასე სოსოსავით წამოყვა და ბოლოს ბევრი რო არ გავაგრძელოთ, დაამთავრა იმითი, რომ მეოთხე კურსელი ირაკლი კალანდია გამოვიდა გპ-ის მეოთხე კურსიდან და თავიდან ჩააბარა ფილოსოფიის ფაკულტეტში. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ჩემ გამო მოხდა ეს და ჩემს გამო გადაირია. როგორც ჩანს, მას ჰქონდა ეს მიდრეკილებები, მაგრამ სოფია რო ჩამოვიდა ბიჭი სად შევიტანა აგე ბაბუა თუ ვიზია აგე შეიტანა და სწავლობდა იქ, სადაც მას არ უნდოდა, როგორც ჩანს სწავლა. გამოვიდა იქედან და ჩააბარა ფილოსოფიის ფაკულტეტში. თავიდან დაიწყო პირველი კურსიდან. დაამთავრა ფრიაძე წარმატებით და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. ახლა არის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. ეს არის ჩემი მოწაფეებიდან ერთ-ერთი. ისე ბევრი არის სხვათა შორის, რომელიც მეგობრობდა ჩემთან, ახლა ახრისავება, ზოგი წავიდა ზოგი რაღაცა, მაგრამ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს სწორედ სტუდენტობის პერიოდიდან შეძენილი. ბოლო პერიოდის არიან ანთიმოზივერიელზე გააკეთა შესანიშნავი წიგნი და ეს არის ირაკლი ბრაჭული ავთო ჯავახიშვილში კათედრას გამგეერთვათ. ანასტასია ზაქარიაძე. ხო და დემურ ჟალაღონია. ესენი რომელთაც ფაქტიურად ახალი შემოიყვანეს ანალიტური აზროვნების საფუძვლები აქვთ მაგათ მონოგრაფია. ერთობლივი ნაშრომი ანალიტური აზროვნების საფუძვლები. მონოგრაფია. ზაქარიაძეს და ბრაჭუს. ესენი და ყველა ესენი იყო ჩემი სადოქტორო დისერტაციები ყველამ ჩემთან გაიარა. ესე იგი მე ვიყავი მათი ოპონენტი. ხო. ესე იგი ანუ ეს კაცი იქედან წამოყვა გპ-დან და ეხლა არის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. ეს ამაკ სატრაბახო. პუბლიცისტიკა თქვენი საუბრის ცალკე თემაა, რასაც ერთი გადაცემა ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ მას სულ რომ არ შევეხოთ, ხომ არ იქნება მართებული. გამოვყოფდი ჩემი ფიქრით თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას,
განათლების მდგომარეობა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში. თქვენი უმდიდრესი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, არაერთი საქმიანი სასარგებლო რჩევა თუ რეკომენდაცია შესთავაზეთ სხვადასხვა დროს განათლების მინისტრებს. ყველა ახალ მინისტრს პირად წერილს უგზავნით მედი. კი, 5 წერილი მაქვს მინისტრების. კი ბატონო. მე კარგად მახსოვს, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის სხვა მესვეურებსაც საზოგადოებას თქვენს პუბლიცისტურ წერილებსა თუ ტელეგადაცემებში. მოყვა რაიმე პრაქტიკული შედეგი, რაიმე გვარი გამოხმაურება ამ თქვენს გამოსვლებს თუ არა ბატონო? მე კი. კარგი. ესე გადავედით განათლების საკითხებზე. თქვენს პუბლიცისტურ. ეხლა ეს არის ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა, რომელზედაც ბევრი დამიწერია, ბევრი წინადადებაც მიმიცია, რა ვიცი, ვიღაცებისთვის. ეხლა ჯერ ერთი განათლების რეფორმა, აქედან დავიწყებ. განათლების რეფორმა საჭირო იყო თუ არა? ეხლა რა საკვირველია? რეფორმა ყველა საჭიროა. ესე იგი რეფორმა იმის რეფორმაა, რომ რაღაცა უნდა ძველი გადაიწიოს გვერდზე და ახალი წამოვიდეს, ხო? მაგრამ ეს ახალი უნდა ქონდეს მომზადებული, მეცნიერულად დასაბუთებული ახალი, რაც არ ქონდა ჩვენ ხელისუფლებას. არ ქონდა. ესე იგი განათლების რეფორმა ამიტომ ჩაიშალა. ერთ ადგილას კი არ წერ გიორგი, უამრავ ადგილას წერო, ჩააშალეთ თქვენი უწინობის გამო. ეხლა რეფორმა როცა იწყებ, ჯერ ერთი მეცნიერული საბუთები უნდა ქონდეს დამზადებული და მეორე უნდა იცოდე ვის მიმართო ამ დროს. ჩვენებმა რა გააკეთეს? ის კი არა ჩვენმა სამინისტრო, რომ ბიჭო დიმიტრი უზნაძე ყავდა, იაკობ გოგებაშვილი ყავდა, კლასიკოსები, გენიოსი, იაკობ გოგებაშვილი მარტო იმიტომ გენიოსი, რომ ორი ასობგერისგან წინადადება შექმნა. აი ია, ეს არის ია თქვა, მშელობა მთელი. ორი ასობგერისგან შექმნა წინადადება. სოფლიომ არ იცის გავსი არაფერი. ორის ასოსგან წინადადება შექმნილი, ხო? კარგი. ეხლა ამას არაფრად არ აგდებ. დიმიტრი უზნაძე, რომელიც იყო ვუნტის მოწაფე, ვუნტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი იყო, არისტოტელე იყო თავში და მერე ვუნტი. და აი ამ ვუნტის მოწაფე იყო სხვადასხვა ანგია ბოჭორიშვილი და ანგიას მოწაფე ვიყავი მე. მართალია ცოტა სასაცილოა ეს, მაგრამ ისე ქრონოლოგიურად ასე გამოდის. კარგი. ეხლა რა უნდა და ამათ ჩაშალეს რატო? იმიტომ რომ კი არ მიაკითხეს ქართველ მეცნიერებს. იყო იქ პედაგოგიკის საკვლევ სამეცნიერო ინსტიტუტი, იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტი არაჩვეულებრივი, ძალიან ცნობილი ხალხით დაკომპლექტებული, ხო? ფილოსოფიის ინსტიტუტი ბოლოს და ბოლოს არაფერი. ესენი ვერავე დაიკიდეს ფეხებზე და გავიდნენ პირდაპირ ამერიკაზე. მილიონი აიღეს მაშინ ფული. ჩვენ არავინ არაფერს არ ვთხოვდით. არავინ არაფერს არ ვთხოვდით. კიდევაც მოგეთხოვები მოგცემდა, მაგრამ არაფერს არ ვთხოვდით, უბრალოდ დაგვიგდეთ ყური, მოგვისმინეთ. მე ახლა რომ ვთქვათ, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ვარ ერთხელ. მეორეჯერ წიგნმა მიიღო, რომელშიდაც მერი დოღონაძე იყო ასეთი კარგი ქალბატონი, იმან და გამოაქვეყნა, სადაც ჩემი დიდი სტატია იყო და ერთობლივად წიგნმა მიიღო, მაგრამ რაკი მე ერთხელ მქონდა მიღებული, მეორეჯერ აღარ მომიწია, თორემ ორჯერ ვარ იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. კარგი.
ჩემს გარდა კი ლეო ჩიქონაია იყო კაცო, უამრავი საინტერესო ხალხი იყო და ესენი მიადგნენ პირდაპირ ამერიკას. ამ დროს ჩემო ძვირფასო დიანა ამერიკა განათლების დეპარტამენტი ამერიკის ამბობდა რომ 59 ადგილზეა ამერიკა. მაშინ როდესაც ჩვენ მქონდა ძალიან კარგი კვლევ-საკვლევი ინსტიტუტები და ძალიან დიდი ცოდნა პედაგოგიკის დარგში. ეს არაფრად არ ჩააგდეს და 59 რო იყო და ის დეპარტამენტი ამბობდა განათლების ამერიკის რომ ჩვენო კრიზისში ვართო, ერი არის კრიზისში და გულისხმობდა სწორედ ამ განათლებას. ეხლა ამერიკელებმა რა გააკეთეს? ამერიკელებმა ფული იმათაც უყვარს საერთაშორისო და იმათ გააკეთეს ეგეთი რამე, რომ ვინ არიან ესენიო ქართველები არა? განვითარებადი ხანა ხო? განვითარებადი ქვეყნისთვის ჩვენ გვაქვს ჩვენი მოდელი. რომელია ეს მოდელი? აფრიკულ ქვეყნებს რო უნდა შემოახვიონ თავზე, სადაც წერა-კითხვას ახლა სწავლობენ, ან ბანს სწავლობენ. ჩვენ ამ ხელა ჩვენ რატო გვაქვს კარგი განათლების სისტემა, რატო ქონდა? იმიტომ რომ გერმანულიდან იყო გადმოტანილი და ქონდა ძალიან ბევრი კარგი თვისება. ამიტომ წესი და კანონით უნდა განათლების რეფორმა ასე ჩაეტარებიათ ძველი რაც არ მარგოდა მოეცილებინათ და შეეტანათ ახალ. ეს არა. ამერიკელებმა თქვეს რომ კი ბატონო აგერა გვაქვს ჩვენ და ასე გაჩნდა საქართველოში public school-ები. public school-ი საჯარო სკოლა, ესე იგი public school-ის გარდა არის middle school და high school. ერთის მეორეს მიაგდეს გვერდზე და ყველაზე დაბალი რომელიც იყო ის შემოიტანეს. ამიტომ არის საწყალი ინეზა იემანიძე იყო ძალიან ნიჭიერი ქალი, ჩემი მეგობარი. ის იკლავდა თავს ბიჭო, რა ქნეს ესო კაცო, საჩაგვაგდეს ამ სიტყვის პირდაპირ ნიშნები და ესე იგი ვერაფერი ვერ გააკეთეს. დისციპლინა ვერ აამაღლეს. უნდა მიეცათ რაღაცა მატერიალური თვითონ წერდა ეს მინისტრი ჯეჯელავა, ესე იგი დამლაგებელს უფრო დიდი ხელფასი აქვს ვიდრე მასწავლებელს. ბიჭო, შეკაი დედმამიშვილო, მე ნელ-ნელა გადავდივარი კურიოზულ ამბებზე. შენ რომ გომბეშოებზე ლაპარაკო და ნაცარ ქექიაზე და წყიზე და ჭიანჭველაზე. ამაზე თქვი, როცა და თქვი იმაზე, რომ ესენი ყველაფერი მიწერია, რომ შენი სკოლა დამთავრებული 3000 ბავშვი ჩაიჭრა. ამაზე ილაპარაკე, რა გომბეშოების ისაგიტყდა. 40 ბავშვი რო გიზის კლასში, წარმოიდგინე რა დისციპლინა შეიძლება იყოს. სხვა ინეზა მთხოვა, მე ერთხელ შედიო ჩემ კლასზე დამამთავრებელ კლასებში და რაც გინდა წაიკითხეო, მე არაფერს არ. აი შენი მინდა რომ შენ ხელში გაიარონ ბავშვო. შევედი, მაგრამ ნუ შემტერს. ესე იგი, იქ ის ბავშვები როგორც იქნა მოვაწესრიგე, მაგრამ გარედან შემოვარდნილი გიჟი. აი გიჟს ისე ამბობთ, ბავშვი ყველა მიყვარს და შემოღეს დახურავს და დერეფანში. დერეფანი გაკრავენ დღეს, არავინ ბოდის არ გიხდის, მე ვთქარი ინეზა. არ მინდა შენი არაფერი უდაკედა გამიშვი. აი ესე მდგომარეობა იყო, განათლების სისტემა ჩაფლავდა ცუდი სიტყვა, ხო? პროგრამებზე რო არაფერი. პროგრამები, სასკოლო პროგრამები რო შეიცვალა. არა, ჩაფლავდა არ ვერგა როგორ აბა როგორ თქვა. ასია და რა ვქნათ. ფაქტია.
კარგი. არაერთი მოგონება ეს ლიტერატურული პორტრეტი მიუძღვენით სხვადასხვა ხელოვანის, მეცნიერის, მოღვაწის წარმოჩენას. ბოლოს ამ ხასიათის ნაწარმოებთა კრებულით დაისტამბა თქვენი. პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენმა მხატვრულ პუბლიცისტურმა წერილმა გოდერძი ჩოხელის შესახებ, რომელიც ისევე როგორც არაერთი სხვა თქვენი ნამუშევარი უდაოდ პუბლიცისტური კლასიკაა. და ჩემს ყველა სალექციო კურსში უმალ შევიტანე როგორც ქართული პუბლიცისტური კლასიკის თვალსაჩინო ნიმუში. რა იყო ინსპირაცია, იმპულსი ამ მხატვრულ პუბლიცისტური შედევრის შექმნისა? გოდერძი ჩოხელზე. გოდერძი ჩოხელი იყო ჩემი მეგობარი. გოდერძი იყო უნიჭიერესი ადამიანი, უნიჭიერესი. ესე იგი ძალიან პატიოსანი, უწესიერესი. მე მაქვს ერთი ასეთი სტატია ქართველთა პატარა უფლისწული. აი პატარა უფლისწულს ჰქონდა თავის სამყარო. აი ესეთი სამყარო ჰქონდა კრისტალივით სუფთა გოდერძის. გოდერძიც არ შეეძლო ამდენი სიბინძურეების მოსმენას კი. ის სხვანაირი კაცი იყო და ჩაკეტილი იყო ამ იმაში და ყავდა დედამის ვიღაც ახლობელი და აი მის გარემოში ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სამწუხაროდ ძალიან მალე ბევრი რაღაცა მაქვს დაწერილი. აი ხაშოს მამაცაშვენო დააბეჭდა. რას ამბობს, ნახეთო რას ამბობსო გოდერძი ჩოხელი და ჩემი წერილი გამოიყენა და მე იმ წერილს დავარქვი 300 სირცხვილი. 300 თვილი ჰქონდა ლევან სანიგიძეს და 100 იყო, რომ გოდერძი ჩოხელს არ ჰქონდა იქ დაწერია. არა მაქო ფული რო დავბეჭდო. წარმოიდგინეთ, ახლა მეც არ მაქვს ფული და მეც არ ვერჩევ, მაგრამ მე რეზო ვარ ვალაჩიოზე და ის გოდერძი იყო კაცო. რა იმას არ უნდა ქონებოდა ფული იმისი რომ დაებეჭდა, ან ვინმეს საქართველოში მილიონერები და მილიარდელები რო არიან, ვინმეს ისე რა გაუჭირდა, მაგრამ ამას ხო შეგნება უნდა, ამას ხო სხვანაირი ახმა თუ რა ვიცი რა ქვია ამას. აი ესე გოდერძი ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო, ძალიან ტრაგიკული და ძალიან გული მწდება რომ ტრაგიკულადაც დასრულდა მისი ცხოვრება. ბატონო ტრაგიკულადაც დაასრულა. დაასრულა ტრაგიკულად, რასაკვირველია. ზოგადად როგორ იბადება პუბლიცისტური იდეა? არსებობს რაიმე კანონზომიერება თუ ყველა შემთხვევა არის უნიკალური და იმწუთიერი განწყობისა თუ შთაგონების შედეგი? პუბლიცისტური იდეის დაბადების პროცესი. მე მგონი მაინც არის დიდი განჟი ეს არა ჩვენ პოეზია იქნება სწრაფად და ესეთი ემოციის ფონზე ლირიკა იმდო ქვია. და აქ როცა წერ რაღაცას, ამაზე ბევრი უნდა იფიქრო ძალიან. თვითონ იმ ავტორზე უნდა ჩაწოდე იგივე თამაზ წიწიოძეს კიდე კი ვთქვი, ვიღაცა გაიცინებს და გაიცინა სასაცილო. არ არის ბიჭო, სასაცილო კი არა, მთელი სიბრძნე არის შიგნით ჩადებული და უნდა გაიგო ის, გაიგო. ან გააგებინო ის შენ კითხვას. და ეხლა ისინი არ გამოვატოვებინოთ მინისტრებისთან ჩემი საუბარი. კი ბატონო, დაუბრუნდეთ მინისტრებს რატომაც. ეხლა აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. ყურად ირეს თუ არ ირეს მეთქი თქვენი ეს წერილები, ღია წერილები. აქა წერილებსაც შეეხება. ესე იგი ამას ვერ წაგიკითხავთ იმ ადგილებს, მაგრამ ვეუბნებოდი ბიჭო, რომ ამბობ, რომ
ისმი ადრე მოგიყევი და აქ არ გხსენებია. თამარ მეფე იყო ცუდი მეფე. შაჰაბაზი იყო კარგი, წინვალე, იმიტომ რომ და რაღაცა. და ესო როგორ შეიძლება ჯეჯელავა ამბობს მინისტრი, როგორ შეიძლება დაუშალოს ეს მასწავლებელმა მოსწავლეს. იმის მაგივრად რომ შეაქოსო, აი ეს არის კრიტიკული აზროვნება და მე უწერო ბატონო მინისტრო თქო, ახლა რას თქვენ თქვით თქო, ეს არის სრული სისულელე და უაზრობა. ეს არაფერი არ არის. ესე იგი ასე რომ გაყლე, მაშინ მთელი ისტორია უნდა გადაატრიალოს საერთოდ, ხო? და იმის მაგივრად, რომ შენ საკვლევი ინსტიტუტები გაუქმდა სააგაშვილმა მოახერხა, პედაგოგიკური კათედრები გაუქმდა, ჩემ ბატონო საკვლევ სამეცნიერო თვითონ სუხანსაბა პედაგოგიური იყო. სად არის? ეხლა დღეს საოცარი სიტუაცია, მასწავლებელი არ მზადდება არსად. მასწავლებელი არ მზადდება. ეხლა თქვენ შეიძლება მითხრათ, კი მაგრამ ბიოლოგიას ამზადებს უნივერსიტეტი, დიდი უნივერსიტეტი ბიოლოგიას ამზადებს, ის ამზადებს მეცნიერებისთვის ბიოლოგს და არა მასწავლებელს. მასწავლებელი რო იყოს, ამისთვის მას კიდე სხვა რაღაცა უამრავი მეთოდიკების გავლა უნდა. გოგებაშვილი უნდა ქონდეს წაკითხული ბოლოს და ბოლოს, ხო? არაფერი მსგავსი არ არის და ვართ ასეთ კურიოზულ მდგომარეობაში, რომ ხვალ ზეგ შეიძლება აღარ იყოს საერთოდ მასწავლებელი. ხო და ამას უწერ ხოლმე რა თქო ბნელა ბატონო პრეზიდენტისა მინისტრო საიდან მოიტანეთ ეს აზრი, ხო და ნამდვილი კრიტიკული აზროვნება ეს კი არ არის თქო და მე უწევ ახსნას რა არის კრიტიკული აზროვნება და აი ბოლოში კითხვას ეუბნები დიდი ბოდიში თქო რომ მოგაცნინე ესე ხო იცოდი მაგრამ რა ვქნა მინისტრისთვის უნდა ამეხსნა ეხლა აი მაგს ადგილები ძალიან საინტერესო რა აღარ გადაგლით ამითი ერთი თუ ძალიან რთული სიტუაცია არის. შედეგი დუმილი. ხო, ეხლა რა შეეხება ხო დუმილი. არავინ არ გამოუხმაურებია. ხო, იმას ვამბობდი, იაკობ გოგებაშვილის 2 პრემია მაქვს. იზოლებული გახდი, კი უთხარ რომ მე არა ვარ ის ტრაბახა კაცი, მაგრამ ფილოსოფიის დოქტორი ვარ, ესა ვარ რაღაცები, რომ არ გეგონოს და რომ ვიღაცა უცხო კაცი და თანაც პატიჟე პირველი წერილი უფრო რბილი იყო შედარებით და მე თქვი რატო იცი დაიწყო რომ აი მეო ბოზის მოუხდიო სანიკიძემ თუ ვიღაცა საწყენია ის თამარი ხო მეო შემიძლიაო მოგისმინოთო რაღაცა და ვეთქვი აუ დემოკრატიკაცი მოვიდა რა ჯობია მაგრამ მე ვნახე რომ არაფრის გამგეთებელი ეს არ იყო და ამ უაზრობებში და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი კიდე რა იყო მხატვრული სიმართლე და რეალური სიმართლე ვერ ასხვევდა ამას ერთმანეთისაგან მინისტრი ხო ეხლა მაგალითად ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა ციდან ჩამოესვა რეკა დიდმა თემად იწვეს დრეკა ხო ესე იგი ამას ეხლა რომ ბიჭო მაგი არ იქნება მართალი ლევასანი გიძებოდა არ იქნება ბიჭო მაი მართალი ბიჭო დრეკა ის ჰიპერბოლა ხო და შენ ჰიპერბოლას და მართალ სინამდვილეს ვერ არჩევ ერთმანეთისაგან რა ის მინისტრი ხარ და ერთი კიდე სტენფორდში მეო დოქტორანტურას დავამთავრებ მე დაუწერე კაცო ჯერ ერთი და რო დავამთავრებ იმასო
მერე ვიქნები კარგი მინისტრიო. რა გეჩქარებოდა თქო, უცე, რა გეჩქარებოდა, ჯერ დაგემთავრებია ის და მერე მოსულიყავი მინისტრად თქო და ეხლა ნამდვილად არ ვარ გიხარ მინისტრად თქო, ეს ყველაფერი წერია აქ. და ისა რა უნდა ასწავლოს ამან სხვას ასწავლებელს საოცარი რაღაცები ხდებოდა და არავინ არ გამოხმაურებია. დაუწერე მასო, მე თქო, აი მაშინ მიმყავდა სწორედ გადაცემა. მობრძანდი თქო, მე თქვენ სალანძღავად არ გეპატიჟებით. დავსხდე თქო და გავაგებინო თქო და მეორე წერილში უწერ, ესო გაგეკეთებია. ამდენ სისულელებს ხომ არ იტყოდი ბატონო მინისტრო თქო და არ ჯობდა რომ მოსულიყავი მოგე. აი ასეთი კურიოზები და ასე გრძელდება სამწუხაროდ დღემდე. სკოლაში არაფერი სიგეთე არ არის და არაფერი არ შეცვლილა. და აქედან სკოლიდან რომ მოდის მერე ბავშვი უნივერსიტეტში. სკოლიდან მოდის. გრძელდება იგივე ხარაიდან ვერაფერ შექმნი ხო? სკოლიდან მოსულ ბავშვებს მე რაღაცებს ვაწერინებ და ბიჭო წერტილი არის ის, ძიმი არის ის, ის არის ის, ის არის 12 წელი სწავლობს. ჩართული არის ის, დანართი არის ის, ტროპი არის ის. რაღაცა ხომ უნდა იცოდე, კაცო. როგორ ჩააბარეთ ბავშვებო, როგორ ჩააბარეთ, როგორ მიიღეთ ქულა. ჩააბარეს. ჩააბარეს. განორეზო, ცოტა სასიამოვნოზე რომ გადავერთოთ ბოლოსკენ მაინც. ამჟამად რაზე მუშაობთ? ხო ვიცი რომ თქვენი სი არ გაჩერდებით. ამჟამად რაზე მუშაობთ? აი მაგით ვერ გაგახარებთ. იმიტომ რომ ეხლა მე ძალიან დიდი ასაკის ვარ. მართლობა ღმერთს სკლეროზის არავითარ ნიშნები არ მაქვს. მაგრამ ისე რომ დავჯდე ეხლა მე და წიგნი დავწერო, ამის თავი ნამდვილად არ მაქვს. აი ახლა მაგალითად წავიკითხავ თქვენს ახალ კრებულს ესა ლექსების თუ მომეწონა დავწერ რეცენზიას. ყველაზე დიდი ეხლა რა ჩემიზდა ესა სტატიების წერა. ჯერჯერობით ისეთი სერიოზული გაკეთება. სტატიები დაგროვდება ხოლმე და მე მშვენიერი მონოგრაფიაც გამოვგდით. ასე იქნება ალბათ არა ბანორი. პერსპექტივაში სტატიები დაგროვდება მონოგრაფიაში. არა, სტატიები იმდენია დაგროვილი, რომ ერთ-სამი წიგნია გამზადებული, მაგრამ გოდერძი ჩოხელის არის. გოდერძი ჩოხელის არის. ფულს არავინ არ მარჯვებს და ამიტომ არა, რაც არის. გურ არ მინდა ასეთ ისედაც ბევრია გამოქვეყნებული. ასეთ მინორულ დამთავრება არ მინდა, ამიტომ გავიხსენოთ ჩვენი ძვირფასი ომარ ხაიამის 155 რობაი. ნუ გეშათ ბატონორეზო და მაინც ოპტიმიზმის საფუძვლად. ცაში რომ მქონდეს მე ღმერთივით ხელი გაწვდილი, ჩამოვანგრევდი წუთი სოფლის გუმბათს ამდილით. ახალ გუმბათს კი მე იმგვარად ავაშენებდი, რომ ღირსეულ კაცს ახდენოდა გულის წადილი. რომ ღირსეულ კაცს ბატონ რეზო ბალანჩივაძეს ახდენოდა გულის წადილი. დიდი მადლობა ჩემო კარგი. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. საოცარი საუბრისთვის, უზარმაზარი სითბოსთვის და მთელი თქვენი ცხოვრებისთვის, რომელიც უძღვენით ქვეყანას, საქართველოს, თქვენს სალოცავს, საფიცარს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ბატონ გიორგის და ავს. მინდა რომ კარგად იყოთ. მინდა რომ ასევე აგრძელებდეთ. თუ დღევანდელი არ ჩაგიშალეთ მე დღევანდელი გადაცემა, დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო და გაგრძელდება ალბათ ასევე. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მე კი სექტემბრამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე.